დღეს ბათუმის კერძო სკოლების მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ. ქიმიის გამოცდაზე მე-11 კლასელებს ქსელი გაეთიშათ და რამდენიმე წუთიანი ლოდინი მოუხდათ. ბათუმის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა ნიკეს დირექტორი აცხადებს, რომ ხარვეს საგამოცდო პროცესის ჩაშლან რაიმე სახის პრობლემები არ გამოუწვევია და ამ დროისთვის გამოცდის ჩაბარება ყველა მოსწავლემ მოახერხა. აჭარის რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ შეფერხების გამოწვევის სავარაუდო მიზეზი ინტერნეტ პროვაიდერია, თუმცა ამ დროისთვის ხარვეზი გასწორებულია. მისი გამოწვევი მიზეზების დასადგენად კი განათლების სამინისტროში მუშაობა უკვე დაიწყო. დღეს გამოცდა ჰქონდა ქიმიაში და რო შევედი გამოცდაზე 15 წუთის შემდეგ მოხდა ეგრეთ წოდებული გაჭედვა და შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ აღდგა ეს გამოცდა და თავიდან ჩავაბარე. ის იყო კარგი, რომ თავიდან არ დაგვიწრია გამოცდა და სადაც გაჩერდა იქიდან გავაგრძელებთ. გამოცდა დაიწყო დროზე 9 საათზე. 9 ნახევარზე მეთვალყურეებმა შეამოწმეს სისტემა, ყველაფერი იყო გამართული. პირველი 2 მოსწავლეც შევიდა დროულად და რამდენიმე წუთის შემდეგ, 15-20 წუთის შემდეგ მოხდა შეფერხება. ეს იყო სიხშირის დავარდნა, სერიოზული რაიმე დაბრკოლება მოსწავლებისთვის არ შეუქმნია ამ ვითარებას. ჩვენ დავუკავშირდით როგორც ინტერნეტის მომწოდებელ პროვაიდერებს, ასევე დავუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ეს ტექნიკური ხარვეზი ამ დროისათვის აღმოფხვრილია და ყველა კერძო და საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.